გამარჯობა მეგობრებო, კურკუმა ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ შეცდომა აკეთებს ადამიანი სვამს მაგათ, მაგრამ არასწორად სვამს, შეიძლება პირიქითაც იმუშაო. ბევრი ადამიანი ეგეთია, ვისთვის კურკუმის დალევა არ შეიძლება. დღის ვიდეოში კურკუმას სწორად როგორ უნდა დალიო ადამიანი, რომელიც არ შეიძლება კურკუმა და სხვადასხვა დაავადებებისთვის როგორ უნდა გაამზადო კურკუმა. დღის ვიდეო მეგობრებო, უკუღმა დავიწყოთ, რომელი ადამიანისთვის არ შეიძლება. პირველი არის ეგეთი ადამიანი, რომელიც არის ქრონიკული ანემიური. ანემია აწუქებს, ქრონიკული. აქ ლაპარაკია კურკუმინზე, არა კურკუმაზე. კურკუმინი ამოგებულია სუფთა ნივთიერება, რომელიც კურკუმაში შედის. მარტო კურკუმინზე აქ ლაპარაკი. ჩვეულებრივი ფხვნილი კურკუმა ნებისმიერი ადამიანისთვის ყოველდღე მთელი ცხოვრება შეიძლება. თუ გაწუქებს ანემია, კურკუმინი შეაჩერებს ერთი დონეზე, რომ რკინა არ წავიდე ზედმეტი. ეგეთი ადამიანი, ვისაც უკვე პრობლემაა, ანემია აქვს, მაგისთვის კურკუმინის მიღება არ შეიძლება. თუ მაინც მიიღებს აი ესე კაფსულებით კურკუმა, მაშინ შეიძლება ეს ანემიის პრობლემა ვერ მოაგვარო. მეორე არის ეგეთი ადამიანი, ვინც სვამს წამალი სიცხლის გამათხელებელი. იმ შემთხვევაშიც თქვენ შეგიძლია კურკუმის დალევა, არა კურკუმინის დალევა. დანამატის ფორმში კაფსულებით არ შეიძლება, იმიტომ კურკუმინი ბუნებრივად ათხელებს სიცხლს. მაგრამ თუ სვამს კიდე თქვენ წამალი და ეს შეიძლება ზედმეტად სიცხლი გათხელდე და ეს თქვენთვის რეკომენდებული არ არის. მაგრამ ჩვეულებრივი ფხვნილი კურკუმინი შეიძლება საჭმელში გამოიყენო, ჩაიში გამოიყენო, ყავაში გამოიყენო, ნებისმიერი რამეში შეიძლება. იმიტომ ეს თლიანი ფხვნილია. იქ შედის 8-9-10% კურკუმინი. ჯოგჯერ 2 ან 3% შედის. ინდოელები რო იყენებენ საჭმელში. იქ კურკუმინი დაახლოებით 2-დან 3%, ანუ ძალიან ცოტაა. კურკუმინი ამოგებულია იქიდან და დანამატის ფორმით როცა სვამს ადამიანი, მაშინ ეს თქვენთვის არ არის თუ სვამს სიცხლის გამათხელებელი. თუ ახლოს მომავალში გეგმავთ თქვენ რამე ოპერაცია, მაშინაც რეკომენდებული არ არის კურკუმინის დალევა, იმიტომ როგორც წინაზე გითხარი, კურკუმინი ბუნებრივად ათხელებს სიცხლს. და როცა ოპერაციაზე მიდიხარ, სტაბილურად უნდა იყოს სიცხლის density. იმ შემთხვევაში თუ ზედმეტად გათხელდება თქვენ, ოპერაცია ვერ ჩაატარებთ. ან ანალიზებში ექიმი რო ნახავს სიცხლის რამდენია სიცხლის density, მაშინ შეაჩერეს ის პროცედურა. იმიტომ დაგეგმის მერე, ან ოპერაციის მერე შეიძლება დალევა. იმიტომ ოპერაციის მერე უფრო მალე დაგეხმარება კურკუმინი, რომ თქვენი ეს ნაკერები, ან ტყივილი, ანთება უფრო კარგად რო გამოკეთდე. ადამიანი, ვისაც აწუხებს კუჭნაწლავის პრობლემა. კუჭნაწლავის როგორი პრობლემა მეგობრებო? თუ გაწუხებს ბუასილი, იმ შემთხვევაში მოერიდე კურკუმას, ან კურკუმინიც, იმიტომ კურკუმინი ან კურკუმა ორივე არის ბუნებით ცხელი, მაგის ხასიათი არის ცხელის. თუ სვამს თქვენ კაფსულის ფორმით 1000 მილიგრამი, 1500 მილიგრამი დღეში, მაშინ ეს თქვენთვის იმ პრობლემისთვის შეიძლება ის პრობლემა გაიზარდო. კურკუმა ჩვეულებრივი რო არის საჭმელში, ყოველდღე მთელი ცხოვრება შეიძლება. დანამატის ფორმით თქვენთვის არ არის. დანარჩენი რას დარჩა პრობლემები? ეგზიმა, ფსორიოზი, სხვადასხვა ართრაიტისის პრობლემა, ანთების პრობლემა, კიბოს საწინამდგო, ძალიან მაგარი და პირველი საშუალებაა მეგობრებო, თუ გაწუხებს მუხლის ტკივილი, ძვლების ტკივილი, ართრაიტისი, პოდაგრა, სხვადასხვა ათასობით დაავადებები მეგობრებო.
ჩამონათვალი პრობლემი თუ გააქვს, მაშინ არ დალიო, დანარჩენი, იმიტომ ბევრი კითხვებია, შეიძლება თუ არა, აგერ გაგიკეთე ეს ვიდეო, ეს ადამიანია, რომელისთვის ეს არ შეიძლება, დანარჩენი თქვენ ერთი კითხვა კიდეა მეგობრებო, სად ვიყიდოთ სამკურნალო ორგანული კურკუმა? კოკომისტის კურკუმა წემი გასინჯულია და ინდოეთიდან მოტანილია, სადაც 9-დან 10%-მდე კურკუმინი შედის. ლაკატონგია ინდოეთში ერთ-ერთი მთიანი ადგილი, საიდანაც ყველაზე საუკეთესო კურკუმა მოდის. ეგ არის მაგათი Facebook გვერდი, შეგიძლია დაწეროთ და დაელოდოთ ნებისმიერ ადგილზე უგზავნიან საქართველოში, ან საქართველოს გარესიც, მე მგონი. ეხლა კურკუმა როგორ უნდა დალიო, რომ იყო ეფექტური? დალევის მერე ჩვენი ორგანიზმი როგორ იგებს? მეგობრებო, კურკუმინი არის fat soluble, ანუ ცხიმი ჭირდება კურკუმას, რომ გადამუშავდე. როგორც D ვიტამინია, ომეგა-3, ანუ ცხიმისთან ერთად უნდა მიიღოთ. არსებობს ორი რამე. ან უნდა შეურიოთ ეგეთი საჭმელში, სადაც არის ცხიმი. რძეში შეურიეთ შეიძლება. წყალში შერეული შეიძლება დალევა, მაგრამ თუ გააქვს ნაჭამი უკვე საჭმელი. თუ ხარ მშიერი, უჩი არაფერი არ გააქვს და თქვენ თუ წყალში შეურიეთ და ისე დალიებ, მაშინ ეფექტი იქნება ძალიან დაბალი. ეს ერთი, ანუ ცხიმიანი საჭმელის მერე ან ცხიმიანი საჭმელთან უნდა მიიღოთ ეს კურკუმინი. მეორე, პილპილი. თუ შეურიეთ თქვენ აქ პატარა რაოდენობით, ანუ ერთი კოზის მეოთხედი უნდა დალიო ერთი დალევაზე კურკუმინი და ერთი კოზის მეოთხედზე კიდე ნახევარი შეიძლება აქ პილპილის დამატება. თუ დაამატებთ თქვენ პილპილი, კურკუმა ერთად და დალევს მერე ცხიმიანი საჭმელთან ერთად, ძალიან სწრაფად გადამუშავდება და 100%-ით უფრო მეტი ეფექტი იქნება კურკუმინის. იმედია მოგეწონება ინფორმაცია. გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი, კარგად და ყოველთვის იქავით ზამთელი და ბედნიერი.